ერთს დავამატებ, რომ ანუ როცა ვსაუბრობთ, რომ ის იყო აუთსაიდერი, მაყურებელმა უნდა გაიაზროს, რომ აუთსაიდერი არ იყო იმ გაგებით, როგორც ახლა შეიძლება ბერნი სანდერსი იყოს დემოკრატებში, აი მემარცხე, უკიდურესად მემარცხენე ან რაღაც. ის საერთოდ არ იყო რესპუბლიკური პარტიის წევრი. მან ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩართვა რო გადაწყვიტა, ის იყო დამოუკიდებელი კანდიდატი. რესპუბლიკელებს თავისი პრაიმერი ჰქონდათ და ტრამპი იყო დამოუკიდებელი კანდიდატი. უბრალოდ რაღაც პერიოდის შემდეგ გამოირკვა სხვადასხვა კვლევებით, რომ ტრამპის ამომრჩეველი და მხარდაჭერი პრაქტიკულად მოყავდა, ასე ვთქვათ, რესპუბლიკური პარტიიდან, ანუ რაღაც ნაწილი მიიზიდა თვითონ. და შესაბამისად რესპუბლიკური პარტიის პოლიტექნოლოგიურ ინტერესებში იყო ტრამპის ინტეგრაცია თავის სტრუქტურაში, ვიდრე გაეხლიჩა ხმები, ანუ რესპუბლიკური ხმები, რომ ნაწილი ტრამპს წაიღო როგორც დამოუკიდებელს, ნაწილი რესპუბლიკელებს წაიღოთ, ისინი გარდაუვალ წაგების წინაშე იქნებოდნენ და გაიმარჯვებდა ჰილარი კლინტონი. მათთვის ეს იყო აბსოლუტურად მიუღებელი და მაშინ მიიღო რესპუბლიკურმა პარტიამ გადაწყვეტილება, რომ ტრამპი უნდა გამხდარიყო რესპუბლიკური პარტიის სახე. შესაბამისად მან პრაიმერი მოიგო და არჩევნებიც მოიგო, რამაც კონსოლიდაცია გააკეთა მისი როგორც რესპუბლიკური პარტიის ლიდერის კონსოლიდაცია, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ ტრამპს არანაირი გზა პოლიტიკური არ აქვს გავლილი და ამაზე ცოტა მოგვიანებითაც ვიტყვი, როცა ვისაუბრებთ უკვე უშუალოდ გადაწყვეტილების მიღების პროცესზე. ის არ ყოფილა არც ერთ დონეზე პოლიტიკურ პროცესებში ჩართული, ის მთელი ცხოვრების განმავლობაში იყო დემოკრატების დონორი, დემოკრატიული პარტიის დონორი, ანუ სრული აუთსაიდერი იყო.